გამარჯობა ჩემო უსაყვარლესო პატარებო, როგორ ძალიან მომენატრა თქვენთან შეხვედრა, ვერ წარმოიდგეთ, როგორ ძალიან გამიგრძელდა ეს დრო, როდესაც თქვენთვის და ჩვენი ჯადოსნური ხაზღაპრეთისთვის ვერ მოვიცალე. მე მაპატიეთ, ვიცი რომ ბოდიში უნდა მოგიხადო და გპირდებით რომ ასე აღარასდროს მოვიქცევი. დღეს დილას მამალმა იყივლა თუ არა და თვალი გავახილე თუ არა, მაშინ ვერ თქვი. დღეს ყველა საქმეს გადავდებ და ჩემი პატარებისთვის აუცილებლად ახალ ზღაპარს მოვუყვები მეთქი. ხო და მეც მოვედი. ძალიან მაინტერესებს, აი ამდენ ხნიანი დასვენების შემდეგ ამ ჩვენმა ჯადოსნურმა საზღაპრეთმა ერთი რომელი ზღაპარი მოგვიმზადა. მოდი აქ, აბა ვნახოთ. რაო? ერთი მამლის ყივილი. რა სიმბოლურია, მეც მამლის ყივილმა გადამაწყვეტინა დღეს თქვენთვის ზღაპრის ჩაწერა და ჩვენ ზღაპარსაც ერთი მამლის ყივილი ვქვია. დიდი მადლობა ჩემო საყვარელო, ჩვენ კი დავიწყოთ. იყო და არა, იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ძალიან ლამაზი სოფელი. გადაწკრიალებული, გადაბიბინებული, მოვლილი, სუფთა და სიცოცხლით სავსე. ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს კიდევაც ყველა სოფელი. მოკლედ, ყოველ დილას მამალი იყივლებდა თუ არა ამ სოფელში სიცოცხლე ჩქებდა. ყველა თავის საქმეს იწყებდა. დიდიც, პატარაც, ქალი, კაცი, ბავშვი, ცხოველი, ფრინველი, მოკლედ ერთი ზარმაცი ადამიანის ჭაჭანება არ იყო ამ სოფელში. ერთ დიდ ეზოში, სადაც პატრონთან ერთად ცხოვრობდნენ ცხენები, ძროხები, ცხვრები, კატები, ძაღლები, ინდაურები, მოკლედ თუ კი რამე შეიძლება რომ ადამიანს სოფელში ყავდეს, ყველაფერი ყავდა ამ პატრონს თავის ლამაზ ეზოში და ერთი რა თქმა უნდა ომახიანი მამალი. ბევრ დედლებთან ერთად. ეს მამალი უთენია, მზესაც კი დაასწრებდა ხოლმე რომ შემოხტებოდა ქანდარაზე და ყიყლიყო რომ დასწახებდა ხოლმე ისეთი მჭექარე ხმა ქონდა, მაშინვე ყველა თვალებს დააჭყეტდა ხოლმე. ახალი დღე დაწყებულაო, აბაჩქარა წამოვხტეთო და აი ასე იწყებოდა ყოველი დილა. იმ ეზოში ერთი პატარა მამლაყინწაც და ცუქცუქებდა, ასე ვთქვათ, მაგრამ ჯერ ძალიან პატარა იყო და მამალს საერთოდ არსად არ მიჰყავდა საქმეზე ეს პატარა მამლაყინწა. შინ ეზოში იყავიო და დედლებს მიმიხედეო, ასე ეტყოდა ხოლმე. ერთხელაც ერთი ჩვეულებრივი დილა რომ გათენებას იწყებდა და ამ ჩვენმა მამალმა იფიქრა, ახლაც მზეს უნდა დავასწრო და სასწრაფოდ ვიყივლო რომ მთელი სოფელი ფეხზე დავაყენო. ვაიმე, საერთოდ ხმა არ ამოსდის აქედან. ახლა აქეთ გადმოფინდა. დედა რა დღეს ჩავარდა? არა აქ ხმა, ვერ ყივის, რა გააკეთოს? ბევრი ეცა და ბევრი იძახა, შენც არ მომიკვდა. ვერ ყივის. პატრონს მშვიდად ზინავს თავის თბილ სახლში, ალბათ ფიქრობს ჯერ ჩემს მამალს არ უყივლია და რატომ უნდა გავიღვიძო და აგერ გვერდზე ეზოებში იყივლეს უკვე სხვა მამლებმა. ძროხების ზმუილი ისმის, დედლების კაკანი, ფისოების მიუები, ძაღლების გავგავები, მოკლედ თელამ ბავშვია სოფელმა გაიღვიძა. ამ ეზოში არავინ არ იღვიძებს. იფიქრა მამალმა, იფიქრა, რა ვქნა, რამე უნდა მოვიფიქრო და მივიდა ინდაურთან. ეჯიკავება და აღვიძებს. ინდაურო! ესე გამოხედა ცალი თვალით ინდაურმა. რა გინდაო, რას მაღვიძებო? ადექი ჩქარა გათენდა უკვე ვერ ხედავ, მზე გამოვიდაო. გამოდი ეზოში. ეთი ესე ქენიო და შენი წიწილებიანათო? გონი წიწილები ქვია, ინდაურის შვილებსაც არ ვიცი. მოკლედ პატარა ჭუკებიანათო? ეზოში წადიო. არაფერიც არ გათენებულა, ჯერ ჩემს მამალს არ უყივლიაო, თქვა ინდაურმა. გოგო, ეუბნება მამალი. ხმა არა ხმა. ვერ ყივი ვარ, ვერ ხედავო? ვერ ყივიო. თორე მზე кайხანია უკვე ამოვიდა და სასწრაფოდ ადექიო. ჩემთვის ჯერ არ გათენებულაო, თქვა ინდაურმა. გვერდი იცვალა, ეს თავისი კუდი გადაიფარა და ისევ ძილს მისცა თავი. რა ქნას მამალმა. სასწრაფოდ წავიდა ბოსელში.
დააფრინდა ერთ დიდ ძროხას ლურგზე და აი ასე ეჯიკავება. რა გინდაო? გაბრაზდა ძროხა. ვერ ხედავ, მზერახანია ამოვიდა, დღერახანია დაიწყო. ჩქარა, გამოდით აქედან და საძოვრად წადითო. ჩემს მამალს ჯერ არ უყივლიაო, ასე თქვა ძროხამ. ვერ ყივი, ვერა, ხმა არა მაქვს. ეუბნება მამალი, ჩქარა, წადი, თორემ მთელ ბალახს სხვა ძროხები შეგიჭამენო. ჩემს მამალს ჯერ არ უყივლიაო, ასე თქვა ძროხამ და ისევ დახუჭა თავისი ლამაზი თვალები. რა ქნას მამალმა. ახლა წავიდა ცხვრებთან. ახლა იმათ ეჯიკავა თავის ფუმფულა ბეწუზე. რა ხდებაო ცხვრებმა? ამოხედეს ისეთი ცოტა შტერი თვალებით. რას ქვია რა ხდებაო? ჩქარა გათენდა, მზე უკვე ნახეთ სად არისო. ჩქარა წადითო, ბალახი ჭამეთო, ჩქარაო საღამოს რძე ხომ უნდა მოიტანოთო. თხის რძეო, არა. ცხვრებს მე მგონი რძე არა. თუ აქვთ არ ვიცი? მე ვაპატიეთ. მოკლედ რძე იქით იყო და ჩქარა წადითო ახლავე უნდა იბალახოთო რომ კარგათო გასუგდედო, კარგად ბევრი მატყლი გქონდეთო რომ ჩვენმა პატრონმაო თბილ-თბილი საბნები და ლეიბები შეკეროს. ჩემს მამალს ჯერ არ უყივლიაო, თქვა ვაცმა, ანუ მთავარმა ცხვარმა. ვერ ყივი, ვერაო, ხმა არა მაქვს, გავცივი ანგინა მაქვს, უთხრა მამალმა. ხო ხედავ მზე სად არისო? აბა გვერდზე ეზოში გაიხედე, ნახე იქაური ცხვრები და თხები რა დღეში არიანო, გაიყვიწე ჩქარაო. სანამ ჩემი მამალი არ იყივლებსო, აქედან ფეხის გამდგმელი არ ვარო. ასე თქვა ცხვარმა. ძალიან შეფიქრიანდა მამალი. უკვე შუა დღე იყო, მზე იყო ზენიტში. ცოტა ხანში უკვე ჩასვლას დაიწყებდა ალბათ. ეს პატრონიც არ ხეინად, არც დგება, ალბათ ტკბილს იზმრებს, ხედავს, ალბათ ფიქრობს, ვიდრე ჩემი მამალი არ იყივლებსო, ამ საწოლიდანო ფეხის გადმომდგმელი არ ვარო. არა და სხვა ეზოებში რა ხდება? ჭიდან წყალს ეზიდებიან. აქეთ ქალები ცომს ზელენ, იქეთ ბავშვები, პატარები თამაშობენ, დიდების სკოლაში გარბიან კი არა და უკვე მორბიან. გავიდა ნახევარი დღე ამ ეზოში ჩუმი არის. რა ვქნაო? მამალმა თქვა, რა ვქნაო? მზეს არ უჯერებენ და ჩემს ყივილს ელოდებიანო. ახლა ისე დაღამდება, საერთოდ არავინ არ გაიგუძებს ამ ჩემ ეზოშიო. რა მეშველებაო? ერთი ორჯერ კიდე იცადა, იქნებ როგორმეო, მაგრამ არ არის ხმა, არა მოსდის საერთოდ ხმა. ძაღლები მშვიდად ფშვინავენ და ძინავთ. კატები ბედნიერად მზეზე გაწოლილან და იზმორებიან და საერთოდ არ ინძრევიან. იქ ძროხები, იქ ცხენები დამავიწყდა და ცხენებმაც კი არ დაუჯერეს. საერთოდ ფაფარიც კი არ გაანძრიეს, ერთი კუდიც კი არ აიქნიეს, სანამ მამალი არ იყივლებსო, ჩვენთვის ჯერ არ გათენებულაო. ძალიან დაღონდა მამალი, დავიღუპეო. აი ეს მინდოდაო, ამდენი ხალხიო, ამდენი ცხოველი, ამდენი ფრინველიო, ყველა ჩემზეა მონდობილიო. შეხედეთ გვერდზე ეზოში დედლება რამდენი კვერცხი დადეს უკეო. შეხედეთ იქ რა ხდებაო, დავიღუპეო, ეს რა დამემართა. და ამ დროს ყიყლიყო, ისეთი ყიყლიყო, გაისმა ღობეზე შემომჯდარი, აი პატარა მამლა ყინწისგან რომ ეს ჩვენი დიდი მამალი ხო თვითონაც შეცვა. ინდაურმაც თვალები დააჭყიტა და აიფხორა და მოკიდა თავის ჭუკებს ხელი და ეზოში გამოვიდა. ყიყლიყო, კიდე დასცხო პატარა მამლა ყინწამ. აბა ძროხებმაც განძრევა იკადრეს, ცხენებიც აფრუტუნდნენ, ცხურებით ხები და ბეკეკებიც უყველა აბეკეკდნენ და გამოვიდნენ სადგომიდან. ძაღლებმა ყეფა დაიწყეს, კატები ზმორვას მორჩნენ და სახლის კარიც გაიხო და პატრონიც კარგად გამოცინებული და ბედნიერი. ეს რა კარგი დღე გათენდაო, ეს რა მზიანი დილაო. რა დილა? დილა კი არა, მალე საღამო დადგებოდა ალბათ, მაგრამ რაც მთავარია, აი პატარა მამლა ყინწამ, რომელსაც ჯერ კაცადაც კი არ თვლიდა ეს დიდი მამალი, ხედავთ როგორ გადაარჩინა ყველა ეს ჩვენი მამალიც და მთელი კარმი დამომთელი სახლი და იმ ეზოში და იმ ოჯახში მაცხოვრებელი ყველა. კიდევ ბევრჯერ დასჭექა თავისი ომახიანი ყიყლიყო
და მიხვდა ეს ჩვენი დიდი მამალი, რომ ახალი თაობაც მოესწრო და რომ თვითონ ნელ-ნელა ჩაიჩოჩებდა აბას და აი ამ პატარა მამლაყინწას, რომელსაც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ომახიანი უხდებოდა თავისი ყიყლიყო, აი მისთვის შეეძლო თამამად გადაებარებინა აი ეს ამხელა მისია, რომელსაც ახალი დღის დაწყება ჰქვია. ასე გადარჩა მუდმივ ძილს, მუდმივს არა, მაგრამ დიდი ხნის ძილს ეს ბედნიერი ეზო. ჭირი იქა, ხილი აქა, კატო იქა, ფქვილი აქაო, მაგრამ აი ახლა ვფიქრობ, რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ჩვენ ამ სახალისო ზღაპრიდან. ის რომ მამები შეიძლება გვიან ხვდებიან, რომ თქვენ უკვე გაიზარდეთ. მამებიც და დედებიც. შეიძლება ჯერ ისევ ბავშვებად გთვლიან, შეიძლება ფიქრობენ, რომ სერიოზული საქმეები ჯერ თქვენთვის ძალიან ადრეა, მაგრამ ერთადერთი რა გადამრჩენელი აი ამ ქვეყნიერებისა რაც არის, ეს არის ახალი თაობა და სწორედ თქვენ, ჩემო უსაყვარლესო პატარებო, ხართ ის ძალა, რომლებიც ყოველთვის ბედნიერებით გვამცნობთ ჩვენ, თქვენს წინათაობებს, რომ ახალი დღეც იწყება. ცხოვრებაც გრძელდება და წინ რომ კიდევ მრავალი ბედნიერი და მზიანი, მშვიდობიანი და გამწყინებული დილა გველოდება. წარმატებები მინდა გისურვოთ ცხოვრებაში. აი ყოველთვის ასე გაგემართლებინოთ თქვენი მშობლების იმედები და მინდა რომ იყოთ ძალიან ღირსეული და საიმედო ჩვენი მომავალი თაობა. ვერ გელევით ისე ძალიან მენატრება თქვენთან ყოფნა. ვერ გელევით, მაგრამ გპირდებით, რომ შემდეგ კვირაში უსიკვდილოდ აუცილებლად მოვალ ისევ თქვენთან ახალი ზღაპრით. გემშვიდობებით და დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემები.